ისლამური რევოლუციური გვარდიის საბოლოო შეცდომა ირანი უარს ამბობს მშვიდობაზე. რაც უკვე სამხედრო კრიზისი იყო, ახლა იწყებს გარდაქმნას შიდა რხევად, რომელიც ირანის რეჟიმისთვის კიდევ უფრო საშიშია. 2026 წლის 13 აპრილს პაკისტანის ისლამაბადში 21 საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ვაშინგტონი შეთანხმების გარეშე წავიდა და დაადანაშაულა თეირანი ბირთვულ პროგრამასთან, გამდიდრებულ მასალასთან და ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ძირითადი მოთხოვნების უარყოფაში. Reuters და AP ადასტურებენ, რომ შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა და ორკვირიანი ზავი, რომელიც 22 აპრილს უნდა დასრულებულიყო, საფრთხის ქვეშ დადგა. რა მოხდა პრაქტიკაში? ის, რაც ომში შეჩერების შანსად ჩანდა, ახალ ესკალაციად გადაიქცა. შეერთებულმა შტატებმა მიმოსვლის ბლოკადა გამოაცხადა. ირანის პორტებში შესვლისა და გასვლის საზღვაო მიმოსვლის ბლოკადა გამოაცხადეს. ის, რაც ომის შეჩერების შანსად ჩანდა, ახალ ესკალაციად გადაიქცა. ესკალაცია. მეორე მხრივ, რევოლუციურმა გვარდიამ განაცხადა, რომ სამხედრო ხომალდები, რომლებიც ჰორმუზის სრუტეს მიუახლოვდებიან, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევად ჩაითვლება. ანუ მოლაპარაკებები შეჩერდა, ზღვა ზეწოლის ინსტრუმენტად იქცა და პირდაპირი დაპირისპირების რისკი კვლავ გაიზარდა. ვინ არის ამ განხეთქილების ცენტრში? დონალდ ტრამპი, შეერთებული შტატების სამხედრო სარდლობა და ირანელი მოლაპარაკეები, რომლებიც რეჟიმის მყარ ბირთვს ეკუთვნიან. Reuters-ისა და AP-ის მიხედვით, ჩიხი სრული იყო, რადგან ვაშინგტონმა ბირთვულ იარაღზე საბოლოო უარის თმის ვალდებულება მოითხოვა. გამდიდრების შეწყვეტა, მაღალ გამდიდრებული ურანის გადაცემა და თეირანის მოკავშირე შეიარაღებული ჯგუფებისთვის მხარდაჭერის შემცირება. ირანის რეჟიმმა ეს არ მიიღო. აი სწორედ ამიტომ მოხდა ჩაშლა. ამ ყველაფერზე უარის თქვა ნიშნავს იმ ძალაუფლების სტრუქტურის დაშლას, რომელსაც რეჟიმი იყენებს მოწინააღმდეგეების დასაშინებლად, ზეწოლის ქვეშ მოლაპარაკებებისთვის და რეგიონული გავლენის შესანარჩუნებლად. მაგრამ ყველაზე სერიოზული ნაწილი მხოლოდ მოლაპარაკების მაგიდაზე არ არის. ის თავად ირანში ჩნდება. Reuters-მა მარტის ბოლოს აჩვენა, რომ რეჟიმმა გაამკაცრა რეპრესიები, ეკონომიკური კოლაფსის და ახალი აჯანყების ტალღის შიშით. ამამდე იანვარში Reuters-ი და AP უკვე აფიქსირებდნენ რეპრესიებს, სადაც 5000-ზე მეტი ადამიანი და 500 უსაფრთხოების ძალების წევრი დაიღუპა. ეს ნიშანია იმისა, რომ კონტროლის აპარატთან დაკავშირებული პირებიც ქუჩებში დაგროვილი სიძულვილის სამიზნეები გახდნენ. ეხლა, ახალი ციფრული გათიშვის, მძიმე ცენზურისა და გავრცელებული შიშის ფონზე იზრდება ფრაგმენტული ცნობები ანგარიშსწორების შესახებ რევოლუციურ გვარდიასთან დაკავშირებულ პირებზე. ყველაფრის გადამოწმება შეუძლებელია, მაგრამ საერთო სურათი ნათელია. რეჟიმის ავტორიტეტი ზეწოლის ქვეშაა, როგორც გარედან, ისე შიგნიდან. საბოლოოდ ახსნა მკაცრი და პირდაპირია. ირანის რეჟიმმა იფიქრა, რომ შეძლებდა ბირთვული პროგრამის შენარჩუნებას, მილიციების დაფინანსებას, ჰორმუზის სრუტის დაძაბვას და მოლაპარაკებებიდან უპირატესობით გამოსვლას. ეს ვერ შეძლო. მშვიდობის ნაცვლად კრიზისის ზღვრამდე მიყვანა აერჩია. სწორედ ამიტომ სათაური მიუთითებს იმაზე, რომ საქმე მხოლოდ ერთი წარუმატებელი მოლაპარაკების რაუნდით არ შემოიფარგლება. როდესაც რეჟიმი გამკაცრებს რიტორიკას, მაგრამ შიდა კონტროლში სიმტკიცეს კარგავს, საფრთხე აღარ არის მხოლოდ ცაში, ზღვაში ან დიპლომატიაში. ის ქუჩებზეც იწყებს გამოჩენას. ცეცხლის შეწყვეტის ჩაშლა მხოლოდ მოლაპარაკების მარცხი არ არის. ეს არის სურათი სისტემისა, რომელიც აშშ-ში სამხედრო ძალის, ომის ეკონომიკური ხარჯებისა და ირანის შიგლით არსებული აპარატის გახლეჩის რეალური რისკის ზეწოლის ქვეშ იმყოფება. დღეს ირანი მხოლოდ გარეთში ხსარ ეჯახება. ის რეალურად დგას იმ შესაძლებლობის წინაშე, რომ შიშის სტრუქტურა სწორედ იქ დაიწყებს მარცხს, სადაც ყოველთვის უნდა დაუმარცხებლად გამოჩენილიყო, საკუთარ ქვეყანაში.